გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ჩემს არხზე. დღეს მინდა მოგიყვეთ ქვეყანაზე, რომელიც ბევრისთვის არის ოცნება. ქვეყანაზე, სადაც შრომა, მიზანი და რწმენა ხშირად რეალურ წარმატებად იქცევა. ეს არის United States. მოემზადეთ. ეს იქნება მშვიდი, ღრმა და ნამდვილი ისტორია. ამერიკის ისტორია იწყება ბრძოლით. ბრძოლით თავისუფლებისთვის. როდესაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავად უნდა ემართათ საკუთარი მომავალი. ეს იყო დრო, როდესაც დაიწყო American Revolutionary War. და ამ ბრძოლამ შექმნა ახალი ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც თავიდანვე აშენდა იდეაზე, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს შანსი. დასაწყისში ყველაფერი მარტივი არ იყო. ქვეყანა იყო ახალგაზრდა. ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობდა. ხალხი ცხოვრობდა შრომით, მიწით და იმედით. მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო დიდი ცვლილება. მე-19 საუკუნეში ამერიკა შევიდა ახალ ეპოქაში. ეს იყო დრო, რომელსაც დღეს ვუწოდებთ Industrial Revolution. ქარხნები აშენდა. რკინიგზები გაჩნდა. ქალაქები გაიზარდა. და ქვეყანა შეიცვალა. ჩრდილოეთის რეგიონში ჩამოყალიბდა ინდუსტრიის ცენტრი, Rust Belt. აქ გაჩნდა დიდი ქარხნები. ფოლადის საწარმოები. მანქანების წარმოება. ქალაქები სავსე იყო მუშებით. ადამიანებით, რომლებიც ყოველდღე მუშაობდნენ უკეთესი მომავლისთვის. დილა იწყებოდა ადრე და მთავრდებოდა გვიან. მაგრამ იმ შრომას ჰქონდა მნიშვნელობა. ამავე დროს ქვეყნის შუაგულში, Sojourner Midwest, განვითარდა მეურნეობა. უზარმაზარი მიწები. უსასრულო ველები. შტატები, როგორიცაა Iowa, Kansas და Nebraska. იქცა ქვეყნის საკვების მთავარწყაროდ. აქ ცხოვრება სხვანაირია. დილით მზე ამოდის. ადამიანი გადის მიწაზე. მუშაობს საათობით და იცის, მისი შრომა აუცილებელია. წლები გადიოდა და ამერიკა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. მე-20 საუკუნეში ქვეყანა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა მსოფლიოში. ქარხნები მუშაობდა უწყვეტად. მეურნეობა ვითარდებოდა. ქალაქები ფართოვდებოდა. ხალხი გადადიოდა სოფლებიდან ქალაქებში. ეძებდა უკეთეს ცხოვრებას. მაგრამ ამერიკა არასოდეს გაჩერებულა. დღეს უკვე ახალი ეტაპია. სამხრეთის რეგიონი, Sojourner Sun Belt, სწრაფად იზრდება. იქ იხსნება ახალი საწარმოები. იქ ჩნდება ახალი სამუშაოები. ხალხი მიდის იქ, სადაც მეტი შანსია. ამერიკაში შრომა ყოველთვის ფასობს. ადამიანები მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. ზოგი ქარხანაში, ზოგი ფერმაში, ზოგი ოფისში, ზოგი ტექნოლოგიებში. და ყველას აქვს ერთი საერთო მიზანი. წინსვლა. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. ამერიკაში არავინ გაძლევს წარმატებას უბრალოდ. უნდა იშრომო. უნდა ისწავლო. უნდა იბრძოლო. და სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას. ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ძალა არის განათლება. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ. განვითარდნენ. აირჩიონ პროფესია. და ეს ცოდნა ხდება მათი მთავარი იარაღი ცხოვრებაში. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლება. ამერიკაში ადამიანს შეუძლია დაიწყოს საკუთარი საქმე. შექმნას რაღაც ახალი. გამოსცადოს საკუთარი იდეა. ზოგჯერ წარმატება მოდის. ზოგჯერ არა. მაგრამ შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. ცხოვრება ამერიკაში არ არის ყოველთვის მარტივი. არის სირთულეები. არის გამოწვევები. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ. იმედი. ადამიანებს სჯერათ, რომ ხვალ შეიძლება უკეთესი იყოს. და სწორედ ეს რწმენა ამოძრავებს ქვეყანას. შრომა. რწმენა. განვითარება. ეს არის სამი სიტყვა, რომელიც აღწერს ამერიკას. მეგობრებო, სადაც არ უნდა იყოთ დღეს. შესაძლოა რთულ სიტუაციაში. შესაძლოა გზის დასაწყისში. თავარია არ გაჩერდეთ. ისწავლეთ. იმუშავეთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის. ყოველი დიდი გზა იწყება პატარა ნაბიჯით.
და თქვენი ნაბიჯიც მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ მისმენთ. გისურვებთ მშვიდ ცხოვრებას, წინსვლას, კარგ შესაძლებლობებს და გულით მინდა გითხრათ. იმედი მაქვს, რომ თქვენს ქვეყანაშიც იქნება უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო ძლიერი განათლება და მეტი ზრუნვა ახალგაზრდებზე. ნახვამდის მეგობრებო, იზრუნეთ საკუთარ თავზე. არ გაჩერდეთ და გახსოვდეთ, ყველაფერი შესაძლებელია თუ არ დანებდებით.